ურჩიპირუტყვი ტურისტულ ქალაქში გამკაცრებული მონიტორინგის მიუხედავად სანდასუფთავების სამსახურმა პრობლემა სრულყოფილად დღემდე ვერ აღკვეთა. შეუსრულებელი დაპირებები და მაჟორიტარი კანდიდატი, რომელსაც საკუთარი ამომრჩეველი ფაქტობრივად არ იცნობს, რა სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ აჭარისწყლის მცხოვრებლები. საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ მაცნეს მთავარ გამოშვებას, დღის მთავარ ამბებს მაცნეს გუნდთან ერთად მე ია გოლიაძე გიყვებით. ქალაქში ამა თუ იმ სკვერში თუ პარკში ან ქუჩაზე ძროხას შენიშნავთ, ესე იგი თქვენ ეგრეთ წოდებულ კანონდამრღვევ პირუტყვს გადაეყარეთ. ასეთი ფაქტი დღეს ჩვენმა კამერამ ქალაქში რამდენიმე ადგილას დააფიქსირა. ვის ეკისრება კონტროლი, ჯარიმდებიან თუ არა ურჩი ძროხების მეპატრონეები და სად დგას პრობლემა ყველაზე მწვავედ. გიორგი ბოლქვაძის სიუჟეტიდან გავიგებთ. ძროხა, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, კანონს არღვევს. თუ კი ურჩიპირუტყვი მეველემ შენიშნა, მეპატრონე 50 ლარით აჯარიმდება. ეს გონიოს პოლიგონია, სადაც პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. თუ ძროხა გზას არ გადაკვეთს, ახლამდე ვერ მივა. ამიტომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ გაფრთხილებით იფარგლებიან. თქვენი ძროხა ხوار წაუყვანიათ საჯარიმოს. ნუ ასეთი რამე არა, მაგრამ გაფრთხილებები ყოფილა რა. არა, ის აგრესიულად მოქცევი ყო და ახლა მინდა არ გინავალ წავიყვანოთ. ცოტაში გვიფარავენ. მოდის რა გადმოსის პერიოდი რო დიპლომატიაზე ხო. მაგას უკვე ვეღარ აკონტროლებ. ვერ გააკონტროლებ პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებ და ახლა მაგას თუ ეს იგი მაშინ ადგილი აღარ ყოფიან იქ რომ ძროხები ძეივან. ბათუმის მასშტაბით მეპატრონეების მიერ უყურადღებოდ დატოვებული პირუტყვის კონტროლი 52 მეველეს ევალება. თუ ისინი ქალაქის ტერიტორიაზე, გზატკეცილზე, სკვერში ან გაზონზე ძროხას შენიშნავენ, სპეცტექნიკა უნდა გამოიძახონ, რომლითაც სანდასუფთავების სამსახურის ეზოში გადაჰყავთ და მათთვის გამოყოფილ სადგომზე ათავსებენ. მსხვილფეხა პირუტყვს დღეს გაუმართლა. სადგომი ჩვენს გადამღებ ჯგუფს სარიელი დახვდა. ამ ტერიტორიაზე ყველანაირად ვცდილობთ მეველე კონტროლიერები, რომ პირუტყმა არავითარი დაზიანება არ მიაყენოს ბულვარს. ამ ნაწილში არ გადმოდიან. ამ ნაწილში ისეა, რომ მეპატრონეებს მოყავთ და ამას ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ რომელიმე გადმოყვანის დროს რომ არ დააზიანოს არაფერი. სანამ მაგისტრალზე გამოვიდოდეს ჯენით. თუ ახლა მაგისტრალზეა გამოსული და მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ არც ვიცით ვისია ვინა პატრონი და მაშინ გვიწევს ავტომობილით გაყვანა სანდასოფლავის სპეციალურ სადგომში. თუ არის შემთხვევები იშვიათად ხდება ხოლმე ძირითადად პერიფერიაზე, სადაც ძროხების რაოდენობა მეტია. თავისთავად იქ მეტი რაოდენობა ჩდება ქუჩაში. რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოხატავენ, აქვთ ხოლმე მეველეებთან როგორ გითხრათ, უხეში მიმართვები, მაგრამ სიტუაცია რო კრიტიკული გაყოფილიყო არც ერთ შემთხვევა მე არ მახსოვს. მას შემდეგ რაც მეველეები გამოჩნდნენ და ქალაქის ტერიტორიას აკონტროლებენ, მოსახლეობა პირუტყვის საძოვარზე უკვე ღამით უშვებს, ამბობს დასუფთავების სამსახურის უფროსი. ამიტომ ზურაგელაძე კონტროლის დაწესებას ღამის საათებშიც არ გამორიცხავს. მე დავთხოვო მოსახლეობას, რომ გულდასმით მოეკითხონ ამ საკითხს. ეხლა დღეს მდგომარეობით პრობლემა შეიქმნა იმ კუთხით, რომ იციან რომ დღისით მიმდინარეობს მორიგეობა, არის მეველეები ქუჩაში, მოძრაობს სპეციალური ტექნიკა, რითაც ხდება დაჭერა და გადაყვანა და უშვებენ ღამის საათებში პირუტყვს. ეხლა უკვე დაგეგმილია პრევენცია იმ კუთხით, რომ ღამეში მოხდება აბსოლუტურად ყველაობაში პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა. გასულ წელს სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა სულ 70-მდე ოქმი გამოწერეს. ბოლო 5 თვის მონაცემებით კი უკვე 50 პირია დაჯარიმებული. რუბრიკა როგორ იმუშავეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და როგორია მათი ცნობადობა ამომრჩევლებში გრძელდება. ამჯერად აჭარისწყლის ადმინისტრაციის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობას გაგაცნობთ. გაზიფიცირების პრობლემა, მოუწესრიგებელი გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა. ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც ადგილობრივებს წლებია აწუხებთ. ის, ვინც მათი პრობლემის მოგვარება უნდა უზრუნველყოს, აქაურები ნაკლებად იცნობენ. რაც დაპირდა ამომრჩეველს, რა შეასრულა და რისი გაკეთება ვერ მოახერხა ასლან კახიძემ, თამარ კიკნაძის სიუჟეტიდან გაიგებთ. უკანადე უბრუნო ის ხმები. თელმა ბერიძიების საგვარეულო. რატომ რა არ შესრულდა? რაც პირდებოდნენ და არ შესრულდა. რა პირდებოდა და რა შესრულდა? რის გამოც მოახლოებულ არჩევნებზე მხარდაჭერას არ გეგმავს იმ შეუსრულებელ დანაპირებებს უკავშირდება, რომელსაც ცისანაბერიძე წლებია ელოდება. დაგვიდნენ რომ ახალგაზრდობა პროკერებში არ შევაო. პირველ რიგში მაგას მოვხედავთო. მეორე რიგში დავდგამთ ბაღნების სათამაშოებსო. იმასთან რომ რეალობენ დავდგამთო მინდორზე არ დადგეს.
წყალი წაიყვანეს, არ გიგვიკეთეს არაფერი. ერთი ასფალტი დიგვისხეს, იმიტომ ყველა იარება აქ თავრობას და ბეის და ბნელით. სოფელ კაპნის თავში ადგილობრივები გაზიფიცირებასაც ელოდებიან. მათთვის პრობლემურია ტყიდან შეშის დროულად გამოტანაც. აქაურებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დასრულებაც სურთ. საგზაო დეპარტამენტი. მიგდებოდა, მაგრამ რაღაცა არ იქნა ამ წელში შეჩერდა მაგი. დღესდღეობით ძალიან ძლიერი გაჭირება ესა. სატყეო გვიგვიანებს ისეთ დროს წერავენ და ისეთ ადგილზე წერავენ, რომ ესე იგი ყველა იქ ვერ მივდივართ. სოფელი, სადაც პირველ დასახლებას ცენტრალური გზიდან რამდენიმე კილომეტრში შეხვდებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ეს სოფლის მკვიდრთა მორიგი კარგახნის გადაუჭრელი პრობლემაა. ამ სოფელს არ ემსახურება რაფი და ეს ჩვენი პრობლემა თუ გადააწყვეტება ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით. პრობლემები კიდევ მრავლად აქვთ, თუმცა ვისთანაც მათ მოსაგვარებლად ყველაზე ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, არ იციან ვინ არის. არადა სოფელში ხშირად ხედავენ და მასზე კარგის მეტი არაფერი ეთქმით. და მაინც, თუ იკითხავთ ვინ არის აჭარისწყლის მაჟორიტარი წევრი ხელვაჩაურის საკრებულოში, პასუხი შეიძლება ვერც გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით მიიღოთ. ის კი კარგად ახსოვთ, რომ უფლებამოსილების ვადა სადაცაა ამოეწურება. ნაკაშიძე არის საქართველოს პარლამენტში. ილია ნაკიგი. კარანაძე არის აჭარის და რაიონის აჭარისწყლის მაჟორიტარი ხელვაჩაურის საკრებულოში. ერთი ცისკარაძე მულმანია, არა? სოფლის გამგებელია. მინიგა ახლა მაჟორიტარი. არ ვიცი, არჩევნებზეც არ გინახავთ. კი, ნაკაშიძე. მაჟორიტარს თუ იცნობ თქვენსაც ვინ არის ხელვაჩაურის საკრებულოში? კი, ვინ არის აბა? ნაკაშიძე არა. დატი ხელვაჩაურის საკრებულოში. მაჟორიტარი დეპუტატი დედი მაშინ მოდის, როცა გასაჭირი აქვე. თითქმის საკრებულოს იმასაც ძალიან გვიან უძევს მოსვლა. არ იცნობთ ვინ არის? ნახდად არა. ასე არ მინახია. თუ კი კითხვას სხვაგვარად დასვამთ და იკითხავთ, იცნობთ და იცით თუ არა, რომ ასლან კახიძე თქვენი მაჟორიტარია ხელვაჩაურის საკრებულოში, პასუხს სხვაგვარს მიიღებთ. ცნობით მას ყველა იცნობს, თუმცა სტატუსთან დაკავშირებით გასულ წელს მომხდარი ფაქტი აბნევთ, როცა ასლან კახიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვა და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი გახდა. ასლან კახიძე არ გეცნობათ? ასლან კახიძე მეცნობა. დადის სოფელში ინტერესდება პრობლემები? ძალიან კარგად. აბა რატო ვერ იცნობთ და არ იცით რომ იგი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი? იყო კი აღარ არის, ხომ მოიგიქნეს მაგი. არა, ეხა დამოუკიდებელი დეპუტატია. მაშინ ძალიან კარგი და სასიამოვნო. ეს გზები მამამისიდან მოყოლებული ყველა მათი გაკეთებულია. კიდევ? კიდე რა გინდოდათ გააკეთოთ? ასლან კახიძე არ გინახავთ? ასლან კახიძეც გვინახავს. კი, ასლან კახიძე ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მაგი ხომ გამოვიდა. არა გამოსული, ასლან კახიძე ძალიან კაი ადამიანი, კაი მეზობელი. ასლან კახიძეს იცნობთ? კი, ვიცნობ და ვიცნობ. აქედან წარმოშობით აქაურია იგი. არ იცით რომ ეს არის თქვენი მაჟორიტარი ხელვაჩაურის საკრებულოში? კი, ვიცით, რა ვიცით. მაგრამ ვერ გაიცეთ. ამ დრო უკვე გავდის. ასლან კახიძის მიერ გაკეთებული აი ამ 3 წლის განმავლობაში თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე. ასლან კახიძის მიერ არა, ძალიან ეს გზა რო ფაქტიურად რო დაისხა. მაგათი ინიციატივა ასლან კახიძისა და მისი ძმა თემური კახიძის ინიციატივით დაისხა ეს კეთვა ჩვენ დასმული არ ვქნებოდა. პრობლემების პარალელურად სოფელ კაპნის თავს ჩატარებული სამუშაოებიც ატყვია. მაგალითად, ცენტრში მოწესრიგებულია გარეგანათება, დაგებულია ბეტონის საფარი რამდენიმე კილომეტრზე. ასევე ნაწილობრივ არის შესრულებული წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებიც. თუმცა, რა ინიციატივები დააყენა მაჟორიტარმა თავისი ამომრჩევლისთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტისთვის, რისი გადაწყვეტა შეძლო და რისი ვერა, ჩვენთვის უცნობი დარჩა. ასლან კახიძე ჩაწერაზე მთელი დღის განმავლობაში გპირდებოდა, თუმცა დღის ბოლოს ტელეფონს აღარ უპასუხა. დასაქმებულები იალჩინ ჯგუფის წინააღმდეგ. კომპანიის თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და კუთვნილი ხელფასები მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, 2 თვის განმავლობაში ობიექტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. საუბარია დარჩენილ 17940 ლარზე, რომელიც იალჩინ ჯგუფმა ხელშეკრულებით დაქირავებულებს უნდა გადაუხადოს. კომპანიის ფინანსური მენეჯერი კი ამბობს, რომ თანხის 95% 60,000 ლარი უკვე გადარიცხულია. ნაწილის გაცემა კი იმ მიზეზებით დაგვიანდა, რომ ობიექტზე სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. იალჩინ ჯგუფის მიერ აშენებული კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე სულ 15-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
15 დღეა ეს სამსახური უკვე დამთავრებულია სამუშაოები ყველაფერი ყოველდღიურად ახალ-ახალი მიზეზებით შემოვდივართ თქმეორით ვასწორებთ რაც საჭიროა დღეს იქნება ხვალე იქნება და ეს 15 დღე გავიდა ჩვენ 20 კაცი მუშაობთ ორი თვეა ხელფასი არ აგვიღია ველოდებოდით ამის ასრულებას 7 ბინა ერთ მხარე გაკეთდა და 7 ბინა მეორე მხარე ფარასკევს ვიყავით აქ ადამიანს ვთხარით აი რამდენი ვართ 15 კაცს საჭმლის ფული არ აქვს ერთი 200-300 მაინც მეტი მოგვეცი მშიერი ვარ აი არ არის კიდე შაბათი ფარასკევი და მშიერი არის სულ ყველა ხალხი როგორ შეიძლება ეგეთი რამე ჯერ ერთი ის რომ ბოლო კვირდებიან რომ ბოლო 10 დღეა გვატყუებენ და ჩვენ არავითარ არ მოგვიტყუებია სახლი ეს ბინები უნდა ჩაბარებული იყო 20 რიცხვში წინათვის 20 რიცხვში და დღეს კიდევ უკვე 11 რიცხვია რა ივლისი მეორე თვე ჯეკინი დასრულებული არ არის. ჯერჯერობით ჩარიცხული გვაქვს რაღაცა 60,000 ლარის ფარგლებში რა. აჩენილი არის ძალიან ცოტა დასრულდება სამუშაოები. დღეს ჩვენი წარმომადგენლები ავალენ, ჩაიბარებენ, თუ ჩასაბარებელი რა თქმა უნდა, თუ ხელშეკრულების ყველა პირობა შესრულებული არის, დღეს შეამოწმება და ანგარიშებაც მოხდება. ოპოზიცია სულაბერიძის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლიამ გელაძის თქმით ტერიტორიაზე არ არის მოსაცდელი დაზიანებულია მინი სტადიონი, ხოლო გზაგამყოფი ზოლი მოუწესრიგებელია. ბრალდებებს ბათუმის მერიაში პასუხობენ, სადაც განმარტეს, რომ უწყებას მოსახლეობამ სტადიონის დემონტაჟისა და სკვერის მოწყობის თხოვნით წერილობით მიმართა და აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ზურაბ ნაკაიძის თქმით ეტაპობრივად მოგვარდება. სრულიად მოუწესრიგებელია ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სულაბერიძის ქუჩა, თქვენ ხედავთ რა დღეშია მოედანი, სადაც ბავშვები თამაშობენ, ისინი არ არიან დაცულები. სრულიად მოუწესრიგებელია სულაბერიძის გამყოფი ზოლი, არ არის ქვეითა გადასასვლელები, არ არის ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები. 50-ზე მეტი ოჯახის ხელმოწერას, ქობულეთის ქუჩის და სულაბერიძის ქუჩის მაცხოვრებლების, ეს სტადიონის ირგვლივი მაცხოვრებლების, რომლებიც თხოვნა და მოთხოვნა, რომ მოხდეს სტადიონის დემონტაჟი და სტადიონის ადგილას თავსდეს სკვერი, მოსასვენებელი სკვერი საბავშვო ატრაქციონით, რაზეც მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკებები. პირველი ეტაპი იყო მიწისქვეშა კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ვთქვი, და ორი სისტემა წყალარინებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულებული არის, მხოლოდ დარჩენილი არის დაერთების სამუშაოები და შემდგომი ეტაპი არის სანიავრო სისტემების რეაბილიტაცია, შემდეგ გზის საფარის სრულიად მოწესრიგება. 66 პროფესიული და 4 რანგის საჯარო მოხელე უმაღლეს საბჭოში. მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა, დავინტერესდით აჭარის უმაღლეს საბჭოში რა პრინციპით დაიყო მოხელეები კლასებად და რანგებად. მარიამ ხაბაზი დეტალებით. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილება უკვე აისახა უმაღლეს საბჭოში. საკანონმდებლო ორგანოში 66 პროფესიული საჯარო მოხელის შტატი განისაზღვრა, რომელიც 12 კლასს აერთიანებს. ცვლილებების მიხედვით ასევე განისაზღვრა შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა. შრომითი ხელშეკრულების ქვეშ გაერთიანდა ტექნიკური სამსახურის, ტექნოლოგიური კომუნიკაციის სპეციალისტები და მძღოლები, სულ 26 მუშაკი, ხოლო ადმინისტრაციულით 14 თანამშრომელი, სადაც ერთიანდებიან სამდივნოები, თავმჯდომარის კაბინეტის მოადგილე სამდივნოს კომისიის თავმჯდომარის თანაშემწეები. 26 ადამიანი გავიდა შრომით ხელშეკრულებაზე, რომლებიც მანამდე საშტატო ერთეულით იყვნენ დასაქმებულები, ანუ შტატებში. 26 ადამიანის შემდეგ, ანუ შრომითზე გასulis შემდეგ გავიდა 14 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ამის შემდეგ პროფესიულ საჯარო მოხელედ შტატში, ასე ვთქვათ, დარჩა 66 საშტატო ერთეული. განისაზღვრა 4 რანგის თანამშრომლებიც, შესაბამისად პირველ რანგში გაერთიანდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, დეპარტამენტის უფროსები, მთავარი ბუღალტერი და კომისიის აპარატის უფროსები. პირველი რანგი ეს არის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, დეპარტამენტის უფროსები, მთავარი ბუღალტერი და კომისიის აპარატის უფროსები. მეორე რანგი ეს არის განყოფილების უფროსები, რომლებიც შედიან სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტების შემადგენლობაში, ანუ განყოფილების უფროსები მეორადი სტრუქტურული ერთეული, მეორე რანგი და შემდგომ უკვე იწყება სპეციალისტების გადანაწილება მესამე და მეოთხე რანგებში. ყავს როგორც მესამე რანგის სპეციალისტები, ისე მეოთხე რანგის სპეციალისტებიც.
საკანონმდებლო ცვლილება შრომის ანაზღაურების დიფერენცირებასაც გულისხმობს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ანაზღაურების წესი. ილია თურმაინძის განმარტებით საკითხი 2018 წლის 1 იანვრიდან დარეგულირდება, როცა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილება შევა. ანაზღაურება მიმდინარე წლის ბოლომდე რჩება ის, რაც ჰქონდათ. მაგათი შრომის ანაზღაურება შედგებოდა ორი ნაწილისაგან, იყო თანამდებობრივი სარგო და დანამატები. წლის ბოლომდე ანაზღაურება დარჩება იგივე, რაც ჰქონდათ 1 ივლისამდე. 1 იანვრიდან ალბათ აღარ იქნება გამიჯნული ვთქვათ თანამდებობრივი სარგო, დანამატი და ასე შემდეგ, იქნება ერთი, იქნება თანამდებობრივი სარგო და ხელფასი იქნება განსაზღვრული როგორც ერთი პოზიცია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები კლასებად და რანგებად დაყოფა არ ეხება უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას. მათი რიცხვი საკანონმდებლო ორგანოში 21-ში ადგენს. პატიმრობის კოდექსში ცვლილებები და დამატებები ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელზეც დეპუტატებმა დღეს ბიუროს ხდომაზე იმსჯელეს. ცოტნი ანანიძის განცხადებით ინიციატივა დახვეწას მოითხოვს. ასევე დასამუშავებელია რიგი დეტალები, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კორესპონდენციაც. დეპუტატის გადაწყვეტილებით ცვლილებებს მომდევნო რიგგარეშეს ხდომაზე აღარ განიხილავენ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხდომაზე არ გავა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა. ბიუროს ხდომაზე დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ნინო ჩხეტიას თქმით, საკითხი დეპუტატების გაცდენას ეხება. ცვლილებები ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეების გაცდენების აღრიცხვას და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებას განსაზღვრავს. საკითხებს კენჭს მომდევნო რიგგარეშეს ხდომაზე უყრიან. საზოგადოებას ჰქონდა გარკვეული და მათ შორის მედის წარმომადგენლის სამმართველობით შეკითხვები და შესაბამისად აუცილებელი გახდა კონკრეტული, ასე ვთქვათ, პრაქტიკის დანერგისათვის აუცილებელი ნორმები. პირობითად გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარეებს და მდივნებს ექნებათ უღალდებულება იმისა, რომ გასცენის შემთხვევაში მიმართონ წერილობით საორგანიზაციო და საქმის დეპარტამენტს, ამასთანავე აუცილებელი ხდება პროაქტიულად კომისიაში და პლენარულ ხდომაზე დასწრების, ასე ვთქვათ, გამოქვეყნება საორგანიზაციო და საქმის შესაბამისი ერთეულის მიერ და კომისიის თავმჯდომარეები და ზოგადად კომისიის აპარატი იქნება უღალდებული, რომ შესაბამის სრულყოფილ ერთეულს მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში, რამდენი კომისიის ხდომა ჩატარდა და რამდენი სრულყოფილ დეპუტატი მონაწილეობდა. ორთავე საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ იმსჯელა, რაც შეეხება ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას ამ საკითხთან მიმართებით. სასამართლო ხელისუფლებამ იმსჯელა, გადაწყვეტილება მიიღო. არ არის სამართლებრივად გამართული, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ღონისძიებები დავუკეთოთ. თუნდაც ეს ყოფილიყო ჩვენი გუნდის წევრი, ანალოგურ საკითხთან დაკავშირებით იდენტური პოზიცია გვექნებოდა. რაც შეეხება პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ, ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპისთვის პროექტი არ არის სათანადოდ მომზადებული, ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამრავი წერილი გვაწერია პატიმრებიდან, ითხოვენ შესწავლას და შესვლას ციხეში, რაზეც ჩვენ არ გვეძლევა საშუალება. ეს იყო კანონი ინიცირებული, რომ საპატიმროების შესვლასთან დაკავშირებით ყველა აბსოლუტურად ქართული ოცნების ყველა წევრი კულუარებში ამას ეთანხმება, თუმცა რადგან იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული, დააბრუნეს განსახილველად ხელმეორედ კომისიებში, რათა კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გახადოთ მათი გადმოცემით. თვითნებურად დაკავებული ტერიტორიები 40-მდე ოჯახს დაურეგისტრირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამ ეტაპზე 100-მდე განცხადებაა შესული, რომლებიც შესწავლის პროცესშია. საქმე 2010 წლამდე აჭარაში სხვადასხვა ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული ობიექტების საკითხს ეხება. მოქალაქეებმა უკანონოდ მითვისებული ადგილების დაკანონება მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე შეძლეს. ზურაბ პატარაძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 2017 წლის 4 აპრილს მოაწერა. სამინისტროში განცხადებების მიღება კვლავ გრძელდება. შექმნილია კომისია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და შესაბამისად მიმდინარეობს დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღება. ამ ეტაპზე დაახლოებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარმოდგენილია მსგავსი ტიპის 100 განცხადება, საიდანაც 40 უკვე განხილული იქნა კომისიის მიერ და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება 50 განცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც გულისხმობს ადგილზე გასვლა, დათვალიერებასა და ინფორმაციის შეგროვებას. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, ხანმოკლე პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის გამოკვლევა გრძელდება, როდის გახდება ცნობილი ლაბორატორიული კვლევის შედეგები. დეტალები რამდენიმე წუთში.
მედია ცენტრი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რა პერიოდულობით იმუშავებს, საზოგადოებრივი სივრცე და ვის შეეძლება ახალი პროექტით სარგებლობა. დაგიმზადებთ სარეკლამო ვიდეორგოლს. თქვენს რეკლამას განვათავსებთ TV25-ზე. თქვენს ბიზნესს გავაცნობთ მთელ საქართველოს. წარმატებას მივაღწევთ ერთად. 596 80 10. მოელი ეს რამ ხელავზი გიყიდია კაცო? ეხლა ყველა ეგ თავზებს ყიდულობს, ვაშა? ო, თანაც მექსიკური ნედლეულით არის დამზადებული. დემეხიკო რა. არც გემოაქ, არც ნალექი კეთებს. თან კიდენა კიდე რა მოდელაც გინდა. ვაშა? მე მგონი ავზი გატეხა. გაუ. ამაი რა გატეხავს კაცო. ნოვასია. ავზები ნოვასგან. იყიდე პირველისგან. ცხელი დღეები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. შეიქმენი შენი კლიმატი, კონდიციონერების ყველაზე ფართო არჩევანი Alta-OK-ში. შეიძინე სასურველი მოდელი 559 ლარიდან. Alta-OK შეუძლებელი არაფერია. შენ ყველაზე სრულყოფილი ქმნილება ხარ სამყაროში. შენი მეხსიერება 3 მილიონამდე გიგაბაიტია. გაქვს 576 მეგაპიქსელიანი მხედველობა. 100 დეციბელზე მაღალი ხმა. 1.3 მილიმეტრიანი ულტრამგრძნობიარე ეკრანი. 5 ძირითადი შეფრცნება, მხედველობა, სმენა, ხნოსვა, გემოვნება, შეხება. შენი ელემენტი საშუალოდ 75 წელს ძლებს. გაქვს მრავალფუნქციური მძლავრი სისტემა, უნიკალური სხეული, რომელშიც ჩატვირთულია უამრავი უნარი. შენ განსაკუთრებული ხარ და შეგეფერება მხოლოდ განსაკუთრებული უახლესი ლეპტოპები და სმარტფონები Elite Electronics-ში. მარტო შენთვის. ბავშვებო, გეპატიჟებით ჯადოსნურ სამყაროში. ჩვენთან გასართობი ატრაქციონები, მხიარული ჯამბაზები, საყვარელი ზღაპრის გმირები, ბევრი საჩუქარი, უამრავი სიურპრიზი და დიდი მხიარულება. იუბილარისთვის ყველაფერი უფასოა. Royal Family. ჯადოსნური სამყარო პატარებისთვის. ბათუმი, პუშკინის 168. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ყველა მათგანი იმსახურებს ღირსეულ მოპყრობას. ხშირად ძალადობის შემდგომი სტრესი უფრო ტრაუმულია ვიდრე ძალადობის ფაქტი. საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლის დახმარება.